გამარჯობა, ესეც ჩვენი ბოლო დღე ბაკურიანში ტრენინგების. ბოლო დღესაც ჰქონდა ორი სესია. პირველი იყო ორგანიზაციული განვითარება, ნინო ბერუაშვილმა წაგვიკითხა და მეორე იყო სტრატეგიული კომუნიკაცია. სოფია გურგენიძემ ჩაგვიტარა. ესე გავეშურეთ მე და ჩემი მარტყოფის ბავშვები სესიაზე და განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ ეს ორგანიზაციულ განვითარებაში რაც შედიოდა, ძალიან საინტერესო იყო და განსაკუთრებით მომეწონა ფსიქოლოგიური ტესტების გაკეთება. არ გვეყო დრო, ნამდვილად არ გვეყო, უფრო მეტიც კარგი იქნებოდა ამ სესიას რომ დათმობოდა. შემდეგი იყო უკვე სტრატეგიული კომუნიკაცია და აქ ხედავთ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, მოკლედ შევიმუშავეთ გეგმა, თუ როგორ შეგვეძლო მოგვეზიდა ჩვენ თვითონვე კერძო სექტორიდან დაფინანსებები, როგორც იცით ახლა დაფინანსებები ფაქტურად აღარ არის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და გადარჩენისთვის გვეწევს ბრძოლა. ფაქტურად შეჩერებული არის ყველაფერი და ერთ-ერთი პროექტი შევიმუშავეთ ამაზე ნამუშევარი მქონდა და რაღაც იდეები დავამატეთ და მოკლედ წარვადგინეთ აუდიტორიის წინაშე და შემიძლია ეს მოგასმენინოთ. ჩვენი ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობა რაც არის შემდეგი. ჩვენ სოფელში ან მიმდებარე სოფლებში დასაფლავების აქცია ერთჯერადად ან მრავალჯერადად შეთავაზება იქნება ან ერთჯერადი, ან მრავალჯერადი სტაბილური და ამის მიხედვით შეიძლება გააკეთონ შემოწირულობა ან დაფინანსება. ასევე თავაზობთ, რომ ისევ ორმაგი შეთავაზება იქნება, ან შეიძლება რომ მათი თანამშრომლები წარმოვიდნენ ჩვენთან ერთად და მიიღონ მონაწილეობა, რაც ასევე მათი პრესტიჟისთვის უკეთესი იქნება და პიარისთვის ძალიან კარგი იქნება. ან მხოლოდ გვაძლევენ თანხას და ჩვენ ვამხორციელებთ ამ აქტივობას. ასევე თავაზობთ, რომ უნდათ რომ ეს ყველაფერი სტაბილური იყოს და უფრო მდგრადი იყოს, ჩვენ გვაქვს ნაჩვენების სორტირების მიმართულებას და ამ მიმართულებაში შევძლიათ რომ შევავდნენ ჩვენთან თანამშრომლობაში და მაგალითად დავფინანსოთ კურსები, სადაც მოვახდენთ სორტირებას ნაჩვენებს და შემდეგ ჩაბარებას. თავაზობთ ასევე რომ ამ მოუძიებზე იქნება შესაბამისი წარწერა გაკეთებული, რომ დაფინანსებულია ამ ორგანიზაციის მიერ. ასევე შესაძლებელია გაკეთდეს საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან და დაინტერესებულ პირებთან, სადაც იქნება ინფორმაციული თუ რატომ არ დავამტკიცოთ, რას იწვევს და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ამ პრეზენტაციის დროსაც იქნება ნახსენები ჩვენი დონორი ორგანიზაცია ჰეკეტამოპორტი და მაგალითად ეს ბენეფიტები იქნება მისცემს ხელსაყრელი. ეკონომიკის არის ჩვენ ინფორმაციაში თუ თეგეტამოპორტის თანამშრომლებს წარმოგვიდგენთ ამ საჯარო განხილვაში და ინფორმაციის რა პროცესები შეიძლება წამოყვას ინფორმაციის რაც პროცესს არის გაწევს. ჩვენ გამოდევს გასაკეთების ინიციატივით, რომ ეს მრავალჯერადი გახდეს და ეს მოხდეს crowdfunding-ის საშუალებით, სადაც იგივე თეგეტამოპორტის წარმოადგენლებსაც თანამშრომლებსაც საშუალება ექნათ ქართულ შემოწირულობა არა კომპანიის ამასაც გაჭირებდნენ გაიღოთ და მოსახლეობასაც ექნება რა თქმა უნდა ლოგიური საშუალება. ყოველივე კი იცემს არა მარტო და საკუთრივ ხალხ მარტყოფის ახალგაზრდობასაც რომ ჩაერთოს იმ პროცესებში და იმ აქტივობებში, რომელიც მის თქვათ ლოკალურ კომუნას ასწრებს. ეს პატარა აქტივობები, რაც იქნება შეთავაზებული მათთვის და პატარა შემოწირულობები, რაც შეიძლება მათგან მივიღოთ, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ცენტრს, რომ ფუნქციონირება განაგრძოს და ეს შემოწირულობები მომავალში დააფინანსებს სხვა აქტივობებსაც. და ნახსენები იქნება ყოველთვის, ანუ რაც მათი დაფინანსება იქნება გაკეთებული, რომ ის აქტივობა თქვა და ბავშვების განმანათლებლობითი აქტივობა იქნება თუ რაც იქნება, ნახსენები იქნება თუ ვინ აფინანსებს აქტივობას. ძალიან სასარგებლო და საინტერესო მომეწო აქცია. ხოდა მოკლედ ვეძებთ კერძო ბიზნესებს, რომლებსაც ეინდომებათ მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის კონკრეტული აქტივობების დაფინანსება და ეს მხიარულ ნოტაზე გემშვიდობებით.